მეგობრებო, აბა როგორ ხართ? იმედია, ყველა ძალიან კარგად, იმიტომ რომ დღეს ვამზადებთ წლის ყველაზე გემრიელ რაღაცას. ვამზადებთ პასკას და აბა დავიწყოთ. მეგობრებო, პასკისთვის ჩვენ დაგვჭირდება 1 ლიტრ რძე, რომელიც უნდა გავათბოთ, არა ვადუღოთ, მხოლოდ გავათბოთ, შემდეგ შეგვუნდა ჩავყაროთ 4 სუფრის კოვზი საფუარი და 4 სუფრის კოვზი შაქარი. კარგად მოვურიოთ და დავეგოდოთ. აგერ რა კარგად ამოვიდა უკვე? ეს გადავდოთ, დავაფაროთ და დავეგოდოთ 9 საათი. შემდეგ ავიღოთ 10 ცალი თბილი, ანუ ოთახის ტემპერატურის კვერცხი. გავტეხოთ. რა თქმა უნდა, ბრმა თასი ავიღოთ. შიგ ჩავტეხოთ. დავამატოთ 1 კილო შაქარი, ესე ჭირდება ჩვენ 1 კილო შაქარი არის 5 ესეთი პატარა ჭიქა. 1 2 3 ზუსტად 1 კილო შაქარი და მიქსერი კარგად ავთქვიფოთ 5-7 წუთი. კარგად ავთქვიფოთ, მეგობრებო. არ დაგვეზაროთ 5-7 წუთი ავთქვიფოთ. გავიდა 7-10 წუთი, სავარაუდოდ სადღაც მასე ავთქვიფე კარგად ეს კვერცხი. ეხლა ეს ყველაფერი როცა ავთქვიფე, დავჭირდება 1 მწიკვი მარილი და რამდენიმე წვეთი ვანილი. მე მაქვს აი ესეთი ძალიან გემრიელი თხევადი ვანილი. თქვენ შეგიძლიათ გაუკეთოთ რა თქმა უნდა ვანილინი სურვილის მიხედვით, როგორც გინდათ. მე მაქვს გემრიელი ვანილი, ამიტომ გავუკეთებ ვანილი. ესეც სულ აი 10 წამი ავთქვიფოთ და ეხლა აქვე ჩავამატოთ ჩვენი რძის მასა, რძის, დროშის და შაქრის მასა. რა კარგად ამოვიდა სასწაული. მოვხდით ეს ყველაფერი სჭირდება, არაფერი არ დავტოვოთ. ჩავასხით ეს რძის მასა და ეხლა ესეც უნდა ავთქვიფოთ კარგად. ავთქვიფეთ, კაი თეთრი მასა გამოგვივიდა. ეხლა ამაში უნდა ჩავთქვიფოთ 2 მარგარინი. მე მაქვს ონა. უკვე უნდა იყოს რა თქმა უნდა რბილი, ძალიან რბილი. და მე უკვე გავარგილე, დილიდან დავტოვე ოთახის ტემპერატურაზე და უკვე კაი რბილი გამოვიდა.
ვიქოთ ესეც საბოლოოდ აქედან გამომივა 10-12 პასკა გააჩნია ზომებს, ანუ რამხელა ზომის ფორმები გექნებათ, 10-12 ცალი გამოვა, ასე რომ სავსებით საკმარისი გამოდის მთელი დიდი ოჯახისთვის. თქვენ თუ გინდათ, შეგიძლიათ ორმაგი პორციაც გააკეთოთ, რა თქმა უნდა, ეს უკვე თქვენი სურვილია მხოლოდ დამოკიდებული. ძალიან ცოტა გადავრჩა მეგობრებო, ახლა დაგვჭირდება ჩვენი ქვილი და ქიშმიში, ცუკატები, ან შეგიძლიათ ფორთოხალი იხმაროთ. ანუ ფორთოხლის წვენი შეგიძლიათ რომ დაამატოთ ცომში, ან ფორთოხლის კანი. მე მაქვს 300 გრამი ქიშმიში და ფორთოხლის კანი. ესენი ყველაფერი ჩავალბე გუში, გავრეცხე კარგად და ჩავალბე თბილ წყალში. ეხლა დამჭირდება ქვილი და მე მაქვს უმაღლესი ქვილი, უმაღლესი ხარისხის და ესე უნდა ჩავაცროთ შიგ. ესე ნელ-ნელა შევთქვიფავ. აუცილებლად ჩააწერით ქვილი, თორემ ნაზი ტექსტურის პასკები არ გამოდივართ. ჩემი ბავშვები ქიშმიშიანს არ ჭამენ, ამიტომ ეხლა ცომის მოძრაობას გადავამთავრებ. ერთი პასკა უნდა მოვიღო, ანუ ერთი პასკის ცომი უნდა მოვიღო სხვა თასში. დავაფარებ ზემოდან თავსახურს და ცალკე მე ამას გამოვაცხო. და რა თქმა უნდა, პასკის კეთებისას უნდა იყოთ ძალიან კარგ ხასიათზე. უნდა იფიქროთ მხოლოდ კარგზე. ამბობენ ხოლმე, რომ პასკის ცომს უნდა მოეფერო, რომ კარგი და გემრიელი და ნოტიო გამოვიდეს. 3 კილო ქვილი შევაზროთ მეგობრებო. ქვილი დაგვჭირდება 2 კილო ნახევრიდან, ესე 2 კილო 700-მდე მაქსიმუმ. ქვილი ხელით, პროსტორით მიქსერით აღარ იტყვიფება და ამიტომ კიდე დავამატოთ ესე და ხელით მოვზილოთ. ზოგი აკეთებს ძალიან ხელს, თქვენ კი თუ მოგინდებათ ჩემი რეცეპტი იხმარეთ, თუ მოგინდებათ სხვა რეცეპტი, რა თქმა უნდა, მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემ რეცეპტს გასწავლით. ასე რომ ჩემი რეცეპტით მეგობრებო, ესენი გავწიოთ აღარ გვინდა 2 კილო 700-მდე გააჩნია რამდენს წაიღებს კიდევ ცომი. გამოდის ძალიან ნაზი, ისეთი ნაზია ხელში, რომ ვერ აგიღწევთ. ძალიან სასიამოვნო ტექსტურის გამოდის და სუნიც აქვს არაჩვეულებრივი. ეხლა რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ საკმარისია ქვილი, მეტი არ უნდა. всё, ცომი მოიზინა. ეხლა ბავშვებისთვის ამოვიხეთ ცალკე, ამისათვის ცოტა ძირს ზეთით ჩაუზილავ და
გამოვიღებ ერთ პატარა გუნდას. საკმარისი იქნება ეს ერთი პასკისთვის. ამას თავს დავაფარებ. ამოვა და ერთი პატარა პასკა გამოვა პრინციპში. მეტი არ უნდათ ბავშვებს. შემდეგ ქიშმიში რომ შევაძილოთ ცომს დაგჭირდება ესეთ ერთი მუჭა ქვილი, რომ ეს ქიშმიში და ჭუჭყიანი მაქვს უკვე ხელი, ანუ ცომიანი ცოტას კიდე ავიდებ. ქიშმიში რომ შევაძილოთ ცომს, ქვილი იმისთვის გვჭირდება, რომ ერთ ადგილას არ დარჩეს ეს ქიშმიში, როცა შეიზილება ცომში. ეხლა დავაყაროთ თანაბრად ყველგან ვეცადოთ, რომ ყველგან იყოს ერთი რაოდენობა. ხელებზე რაც დაგვრჩა, ეგ რა თქმა უნდა დაგჭირდება კიდე ჩავაზილოთ პრინციპში. დავამთავრებ. ეხლა კარგად შევაზილოთ. ზოგი აქვე ზილავს, ზოგი მაგიდაზე, თქვენ როგორც გინდათ, ისე მოიმოქმედეთ. არ დავტოვოთ არც 1 გრამი. ეს გემრიელობა სულ მთლიანად გვჭირდება. კარგად ჩამაზილოთ, მოვეფეროთ, ამოდი გენაცვალე, გაგვახარე, გემრიელობა დაგვახვედრე და მხოლოდ სიკეთე და სიამოვნება და სიყვარული მოგვეცი. აი მხოლოდ ამ ფიქრებით უნდა ვიყოთ, როცა პასკას ვაკეთებთ. ცოტა ხელები დავიზეთოთ. ზემოდან ოდნავ მოვასხათ. ერთხელაც ჩავზილოთ. მინდა რომ ცოტა ქვეშაც დავასხავ. შემდეგ დავაფაროთ თავსახური და ჩავფუთოთ კარგად, თბილად, ან თბილადგილას დავდოთ და დავტოვოთ მინიმუმ 6 საათი. თუ აკეთებთ დილით, შეგიძლიათ საღამოს უკვე გამოუცხოთ. თუ აკეთებთ საღამოს, რა თქმა უნდა, დილამდე დატოვეთ, მაგრამ ერთხელ მაინც კიდევ ჩაზილეთ ცომი. დილით იქნება უკვე კარგად ამოსული და დაგხვდებათ ძალიან გემრიელობა. მოკლედ, ეს ჩვენი ცომი უკვე საბოლოოდ მზად არის. დავაფაროთ, სად არის თავსახური? დავაფაროთ, ჩავფუთნოთ კარგად და დილით გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე, სავარაუდოდ 45-50 წუთი. გემრიელად მიირთვით, ხვალ გაჩვენებთ, როგორი გამომივა, უკვე გამომცხვარი და შემდეგ გაჩვენებთ თუ როგორ ვალამაზებ და ზემოდან რეებს დავადებ. ასე რომ ხვალე საუცილებლად უნდა გვიყუროთ. დროებით მეგობრებო და ჯერ არ გისურვებთ კარგ აღდგომას, ჯერჯერობით გისურვებთ კარგ ხასიათზე ყოფნას და გემრიელობების მომზადებას. ამიტომ კარგ ხასიათზე იყავით, აუცილებლად გვიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. დროებით გეშვიდობებით, ძალიან მიყვარხართ. კარგად.